როგორ გამოიყენო ზმნა work ყველა დროში. როდესაც ძველი ნაცნობი უილიამი შემთხვევით გვხვდება ქუჩაში და გეკითხება What do you do for a living? შენ პასუხობ I work at a Starbucks in New York City. მაგრამ თუ კი უილიამს საინტერესებს გაქვს თუ არა დრო ლუდის დასალევად, შეგიძლია უპასუხო I'm working overtime this week because we have a lot of orders. და რამდენი ხანია რაც Starbucks-ში მუშაობ? I worked here for 5 years. და 5 წლის წინ სად მუშაობდი? I worked at McDonald's in Georgia before immigrating to the United States. შემდეგ გახსენდება ის მომენტი, როცა მუშაობის პროცესში გასაუბრებასთან დაკავშირებით მეილზე მოგივიდა შეტყობინება. I was working when I received an invitation to interview at the embassy. და რა პროფესიით მუშაობდი ამერიკაში წასვლამდე? I had worked as a waiter for 5 years before I moved to the United States. აქ უილიამს ბეზრდება წარსულზე საუბარი და შენი სამომავლო გეგმებით ინტერესდება. I will work hard to improve my English and explore new career opportunities. და იქვე ამატებ. I will have worked here for 6 years by 2026. Then I will apply for citizenship and bring my family to New York. აქ მოყვანილი სახელები პირობითია. ჩასვი მათ ნაცვლად შენი ნაცნობის სახელი, კომპანიის სახელწოდება და დამოუკიდებლად ივარჯიშე შემოცემულ დიალოგზე. მეტი პრაქტიკისთვის შეგიძლია კომენტარების ველი გამოიყენო და მოგვიყვე შენი სამსახურის შესახებ. და თუ კი მოგბეზრდა ინგლისურის მარტო სწავლა, შემოვერთდით ჩვენ სასაუბრო ინგლისური ენის კურსს, სადაც მსგავს თემებზეც ვისაუბრებთ. სასაუბრო გაკვეთილები ტარდება ინდივიდუალურად, შესაბამისად, თქვენი დრო მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ისაუბრეთ თავდაჯერებულად. მადლობა რომ გვიყურებთ.